თავი მე-12. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო ღვთისწყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს. თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს. ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ მრავალნი ერთ სხეულად ვართ ქრისტეში, ხოლო ერთი მეორისათვის ასონი და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი. ჩვენთვის მოცემული თუ ქადაგება რწმენის მიხედვით, თუ მსახურებაა მსახურებაში, თუ დამოწყვრაა დამოწყვრაში, თუ შემგონებელია შეგონებით, გამჩუქებელია უბრალოებით, უფროსია სიბეჯითით და ქველმოგმედია გულითადობით. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს. ძმათმოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარეთ. იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით ახიგზენით, ემსახურეთ უფალს, იხარეთ იმედში, მომთმენიყავით გასაჭირში, ლოცვაში მდგრადნი. მონაწილეობა მიიღეთ წმინდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას, ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და ნუწყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირლებთან იდირეთ, ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში. ქედმაღლობას ნუ გამოედევნებით, არამედ მიყევით მორჩილთ. ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი. ნურვის მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს, ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე. თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია. ჩემია შურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკურჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სძლიე ბოროტს კეთილით.